გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. მოვიდა ზაფხული და ძალიან მალე დადგება დრო, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ველოდებოდეთ. ყველაზე სანატრელი და სანუკვარი სიტყვა, დასვენება, შვებულება, ეს ყველაფერი წინ გვაქვს. სიტყვა დასვენება მართლაც საუკეთესო ემოციებს იწვევს, მაგრამ ძალიან ბევრისთვის ახალ თავსატეხთან ასოცირდება. გვინდა რომ წავიდეთ ზღვაზე, გავიხადოთ, ჩავიცოთ ლამაზი საცურაო კოსტიუმები და ზედმეტმა კილოგრამებმა ამ დროს ხასიათი არ გაგვიფუჭოს. მე მგონი ხასიათის გაფუჭება ზღვაზე არ იწყება მარტო უკვე დაწყებულია თან ძალიან აქტიურად ამ დღეებში უკვე რაც მზემ გამოანათა. რამოდენიმე მეგობრს განმოვისმინო, აუ რამოდენიმე კილოგრამი დამაკლებინა აგვისტომდე და მეტი არაფერი არ მინდა, აი თუ არ გინდა გაჩვენებ როგორ არ გინდა. მეც მოვისმინე რამოდენიმე განცხადება მომაკვდინებელი დიეტის დაწყებასთან დაკავშირებით. გეგონება მარტო აგვისტოს 7 დღე უნდა იყო გამხდარდა ლამაზია და ანჩენილი შეგიძლია ამოდა იყო სულგან. და მე ეგ სასაცილო დიეტა და სასიკვდილო დიეტა პრინციპში ძალიან იუმორისტულად მთავრდება ხოლმე, ანუ დაიკლებენ ხოლმე 2-3 კილოგრამს, მე მოიმატებენ 5-6 კილოგრამს, იმიტომ რომ გადადიან ამ მკაცრი შიმშილის მერე მკვეთრად ლობიანი ხაჭაპური აბა ბათუმის პლაჟზე რაღაცა სიმინდიდან დაწყებული რაც გაგეხარდა. 6-ის მერე რო არ ჭამე ხოლმე გოგოები და 12-ის მერე რესტორანში ხვდებიან ხოლმე რო ილუყმებიან. კლასიკური ქმედება ჩვენ ქვეყანაში ეს მიღებული სამწუხაროდ. გოგოებილებად, ბიჭებიც იქცევიან ეგრე სხვა. ბიჭებს ზედმეტი კილოგრამები არ აგვაქვს. ვინმეს რამე გვეთყობა ჩვენ აქ ზედმეტი კილოგრამები. ეს არ არის ლაპარაკი, ეს ეგრე მეც არ ამაგზადებ. შემდეგ გადაცემა საერთოდ საცურაო კოსტიუმები. ისი. პოტერო გაიგო ყოლაკები, წარ გადაცემა. მოკლედ, ბევრი არასწორი მიდგომა არსებობს, ბევრი საკუთარ ჯანმრთელობასაც კი სწირავს, რომ წონაში დაიკლოს, ბევრი უშედეგოდ იწამებს თავს და სასიკვდილო დიეტაზეა, როგორც ლევანმა თქვა. ამიტომ დღევანდელ გადაცემაში გადავწყვეტეთ მოგცეთ რჩევები, თუ როგორ შეიძლება ჯანსაღად და უმტკივნეულოდ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დაკლა. სამზომი ჩართულია ხალხო თქვენი ნანატრიშვებულების დადგომამდე თვენახევარი რჩება დაახლოებით და დღეს ჩვენ გეტყვით როგორ მოიკლოთ დაახლოებით ეს 4-5 კილოგრამი რომელიც თქვენ ასე ძალიან გაწუხებთ და ეფექტურად გამოიყენოთ ეს დრო რომელიც დაგრჩათ დასვენებამდე. ჩვენ გასწავლით 5 მარტივ გზას იმისთვის რომ რამოდენიმე ზედმეტი კილო მოიშოროთ და მოდუნებული სხეული ტონუსში მოიყვანოთ. მანამდე ვნახოთ როგორ ცდილობს ხალხი ზაფხულისთვის ფორმაში ჩადგომას. როგორ ხვდებით ზაფხულს და რას აკეთებთ იმისთვის რომ იყოთ ფორმაში? რა ვიცი, ბიჭები ვიკრიბებით, ამოდივართ. და ვცდილობთ რომ ფორმა შევინარჩუნოთ, ხან რაც თამაშობ, ხან დავდივართ, ხან ვარჯიშობ ტრენაჟორზე, საქაც ამოდივარ, ცურავ კიდეც, დავრბივარ ყოველ საღამოს. მე არც არ ვაწევი, ვარჯიშობ, ყვების რაციონი შევცვალებ. ხოლოდ მოსნეული, ხილი და ნახა ისეთი ამინდები არის, რომ არც გინდა. რა განსაკუთრებულს არ აქვს, ანუ ფეხბურთელი ვარ და სულ ფორმაში ვარ. ვარჯიშობ, რა თქმა უნდა, ანუ მინდა რომ ფორმაში ვიყოთ ზაფხულისთვის და მე ვთვლი რომ მარტო ფორმისთვის არა, ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია. საღამოებს ზარდა ყოველთვის, დავდივარ ძალიან ბევრს, ვარჯიშობ და ღამე არ ვჭამ. უწოდებ რომ აი დაკავდნენ სპორტით. სწორი კვებით და ვიცურავ ზაფხულში ხაი ყველაზე კარგი კონტექსტის ეგ არის რომ ფორმა შეინარჩუნო. როგორც ნახეთ, არსებობს უამრავი სწორი და არასწორი მეთოდი წონაში დასაკლებად და ჩვენ შევეცდებით ყველა მათგანს შევეხოთ. დღეს ჩვენთან არაჩვეულებრივი სტუმარი მოვიდა. ძალიან კარგად გამოიყურება, მე თუ მკითხავთ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ზაფხულში ფორმაში წასადგომად ისიც ძალიან დიდ ენერგიას და ძალისხმევას ხარჯავს. ჩვენთან სტუმრად არის უმშვენიერესი მომღერალი ლიზა ბაგრატიონი. ფორმაში ჩადგომისთვის პირველ რიგში შემოგთავაზებთ ბახმაროს წყალს. გადასარევი საშუალება. ზამთარში ზაფხულში იდეალური საშუალება. ზაფხულში განსაკუთრებით. ფორმის შენარჩუნებისთვის და როგორ ხარ გითხარი? მე ვარ კარგად. გიხარია რომ კარგად ამოვნოა. დიახ. გადასარევი. რატო იშვიათად გეუბდებიან ხოლმე ასე? უკვე კი და თქვენ გადასარევად გამოიყურებით, უთქმელათაც გეტყობათ რომ კარგად ხარ. დიდი მადლობა. მე ვარ ამისთვის დიდი ძალისხმევა გჭირდებათ რომ ეს შვენივრად გამოიყურებოდეთ. იმისათვის რომ შვენივრად გამოვიყურებოდე, მჭირდება დიდი ძალისხმევა, რომელსაც მე ვერ ვაკეთებ. მაგრამ მაინც მშვენივრად გამოიყურებდი. დედა ბიჭებო. ვის ხარჯზე დამპატიჟეთ ხოლმე შეიძლება გადარეული ვარ. მე ვიცი ჩვენ აქისთვის დამპატიჟეთ. მე ვარ ტიპიური მაგალითი იმისა თუ როგორ არასწორად ხდებიან და საერთოდ არაც სწორი ცხოვრების წესით ქმედებენ. მოგვიწევი, აბა ეს რა არის ამისთან არასწორი. დიეტაზე ყოფილ ხართ როდესაც? დიეტაზე ვარ სულ და ვიკვებები ყოველთვის არასწორად, არაჯანსაღად, ვიცი რამდენჯერაც მიმართ დიეტოლოგს.
იმდენჯერ დიდი მადლობა მიუძღვენი მათ და წამობრძანდი სახლში. ღრმად შევინახეს ჩემი დანიშნულება. ძალიან მიყვარს ერთი ძველი ამბავი, ელენე გიორგაძეს დაემართა, კაცი მიუყვანეს, ისეთი ასაკოვანი, ძალიან წონიანი, დიდი და კალბატონმა ელენემ ეს კარგად გამოაკვლია, ყველაფერი გაარკვია და უთხრა, ეხლა დანიშნულებას მოგცემთო და დაუწყო წერა, რომ აი 11-ზე თუ რაღაცა 9 საათზე გამოაღებთ მაციოს, 11-ზე შეხედავთ. პირველზე გამოიღებთ კიტრს, 3-ზე გაბცქვნით, 5-ზე დაჭრით, 7-ზე შეჭამთ და ეს კაცი ისე უყურებს და ეს თქვენი ჭირიმეო, ჭამისდი თუ ჭამის მე. დაახლოებით ესეთი ტიპი ვარ მე. მე ან არ ვჭამ საერთოდ და რადიკალურ ზომებს მიმართავდი განსაკუთრებით წლების წინ, როდესაც ნერვიული სისტემა უკეთეს მდგომარეობაში იყო ვიდრე ახლა და ის რომ აი რაღაცა ვარჯიში, სწორი ცხოვრების წესი, წყალი, დილას საუზმე, საღამოს შიმშილი, რაღაც ესეთი რამეები მე არ შემ. მიუხედავად რომ ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა, ვცდილობ რომ მაინც არ გიყუროთ. ისე მიხედავთ გულს, იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ეს არ შეიძლება ვაკეთებ. და რასაც ამბობთ, რომ ასე უნდა გააკეთოთ, არ ვაკეთებ. განსაკუთრებით მიჭირს ხოლმე სეზონურ ამ პერიოდში, იმიტომ რომ აი ეს პერიოდი, როდესაც არის, რომ ზამთრიდან გადადიხარ ზაფხულში ან პირიქით და აი ამოიღებ შენს ნივთებს, რომელიც უნდა ჩაიცვა და გატყობ, რომ ვერ. ერთი სტანდარტული დღე გვაინტერესებს, როდის იღვიძებ, როდის იკვებები, რას მიირთმევ, რას აკეთებ და რომელ საათზე იძინებ და მთელი დღის განმავლობაში რა აქტიურობს. ერთი დღე აირჩიე რომელიც კი. ხან ვიღვიძებ 8-ზე ჩემ შვილთან ერთად, ხან ვიღვიძებ 11-ზე, სვავ ჩემ ელთიროქსინს, წყლით, ცდილობ რომ ეს წყალი იყოს დიდი რაოდენობით და ყლუპ-ყლუპად. ამის მერე ვისხავ ძალიან დიდი ჭიქა მაქვს ესეთი. ბევრი ყავა, შიგნით ცოტა წყალი. 3-4 საათამდე როგორც წესი არ ვჭამ. თავარი ჩემი ცხოვრების აზრი ნათდება სადღაც 7-8 საათისთვის უკვე იწყება ზრუნვა იმაზე თუ რითი გავიხალისო ჩემი საღამო და ეს როგორც წესი არის ყველაზე საფუძვლიანი, ყველაზე არასასარგებლო და ყველაზე კალორიული. მოკლედ ყველაფერი ნათელია. აი მაყურებელს უნდა უთხრა რომ კარგად დაიმახსოვრეთ რაც ახლა ლიზამ თქვა და არასდროს ესე არ გააკეთოთ. მე მგონი ხო აი ნამდვილად. პირველი პრობლემა ამოცნობილია, სავარაუდოდ რატოც ებრძვი და გაქვს ეს ზოგჯერ პრობლემები ალბათ იმიტომ რომ ბავშვობიდან არ მიირთმევ დილით საუზმეს. ეხლა ამ ყველაფერს მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, რას აკეთებ სწორად და რას არ აკეთებ სწორად. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თუ ადამიანს წონაში დაკლება და კარგ ფორმაში ყოფნა უნდა, მაშინ კომპლექსური მიდგომაა საჭირო. აქ იგულისხმება, როგორ უნდა მოიწესრიგოს ყველანაირი რეჟიმი, კვების, ძილის, აქტივობის და ასე შემდეგ. ადამიანს დაახლოებით 7 საათი მაინც უნდა ეძინოს 24 საათის განმავლობაში და მინიმუმ დღეში 1 საათი მაინც ფეხით უნდა დადიოდეს. ცოტა ხანში ექიმებში ხილი და ბოსტნეული, რომლებიც წონაში კლებას აფერხებს. რას ნიშნავს მადის კონტროლი? მაციორს გამოაღებთ და გადაწყვეტოთ რომ ჩაქაფული ჭამოთ, კარგად დაფიქრდით. იქნებ სექსი გირჩევიათ. მოდი ახლა მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანით დავიწყოთ კვებით. არავითარ შემთხვევაში არ გეპატიება და აბსოლუტურად გაუმართლებელია ის რომ დილით არ საუზმობ. მხოლოდ ყავა და ხილი ეს საუზმე არ არის. პირდაპირ გეტყვით იმას რომ საუზმე არის დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საჭმელი. ამხაროთ ლიზა ერთადერთი არ არის უამრავი ადამიანი საქართველოში და მსოფლიოში მოსახლეობის თითქმის 1/13 არ საუზმობს დილით. და ამიტომ არის ლევა ზუსტად ის 1/13 წუწუნებს შემდეგ მუდმივად წონაზე. მაშ ასე, რჩევა ნომერი 1. უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ იმისათვის რომ წონაში დაიკლოთ, აუცილებლად უნდა მიირთვათ საუზმე. კვლევები ადასტურებენ იმას, რომ ადამიანები, რომელიც დილით არ საუზმობენ, საბოლოო ჯამში დღის განმავლობაში უფრო მეტ კალორიებს იღებენ და უფრო იმატებენ წონაში. ვიდრე ისინი, ვინც დილით საუზმობს. მართალია დათო და ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. შევეცდები რომ აგიხსნათ ახლა ეს ყველაფერი, თუ საუზმეს გამოტოვებთ, საკვების შემდეგი მიღებისას თქვენი ორგანიზმი უფრო მეტ ინსულინს გამოიმუშავებს. ამ დროს უფრო კარგად ხდება უჯრედების მიერ ცხიმების ათვისება. რაც ცხადია ცხიმოვანი მასის დაგროვებას იწვევს და ზუსტად აქედან ჩდება ის ზედმეტი კილოგრამები. ანუ დილით თუ არის საუზმებთ,
გასუქების რისკი შესაბამისად მოიმატებს. და ეხლა მაინც დარწმუნდი, რომ საუზმე აუცილებელია. მადლობთ. მაგრამ დიდი მადლობა ისა დატუქსვის პირველი ეტაპი როგორც გავიარეთ, გეთანხმებით. თუ შენ ვერ შეძლებ ამას და რა თქმა უნდა მესმის რომ ძნელია ხო უცებ რაღაც შეცვალო, ბავშვთან უნდა გაითვალისწინო აუცილებლად ჩვენი რჩევა და ხო ეს იქნებს მაინც გამომივიდეს. მას ღონისძიებებს მიმართო რომ ბავშვთან მაინც გამოგივიდეს ხო? წონასთან რომ საუზმე უშუალო კავშირში ეს უდავოა ლიზა, ეს ნამდვილად ცნობილი ფაქტია, მაგრამ საუზმეს სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს. ის დილიდან მეავსებს ორგანიზმს იმ ნივთიერებებს, რომელიც ორგანიზმმა მთელი დღის განმავლობაში უნდა მოიხმაროს. ესენი არიან კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ვიტამინი A, ვიტამინი D. ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვებისთვის, დათომ სწორი რჩევა მოგცათ, რომ ბავშვს აუცილებლად მიაჩვიეთ თქვენი ბავშვი დილით საუზმეს. როდესაც ბავშვი დილით საუზმობს, ის დღის განმავლობაში ენერგიულია, უფრო კონცენტრირებულია, უკეთ შეუძლია ისწავლოს და აიმახსოვროს რაღაცეები, ასე რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს ბავშვებს, რომ არ გამოტოვონ ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები საუზმე. მოკლედ გავიგეთ, რომ საუზმე აუცილებელია, მაგრამ ახლა გადავიდეთ კიდევ უფრო მთავარზე, რის გარეშეც წონაში დაკლება ნამდვილად არ რეალურია, რა უნდა მივირთვათ და რა არ უნდა მივირთვათ. შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასვენებამდე დღეები დათვლილია და ჩვენ გასწავლით იმ 5 ძირითად კომპონენტს, რომლის საშუალებითაც თქვენ ფორმაში ჩადგომა უნდა მოასწროთ. მაშ ასე რჩევა ნომერი 2. სწორად შეარჩიეთ თქვენი საკვები. ხადია, უნდა მივირთვათ ისეთი საკვები, რომლებიც არ გაგვასუქებს და არც მშიერს დაგტოვებს. თუ მშივრები არ ვიქნებით, ეს ჩვენ ფსიქიკასაც დაიცავს, იმიტომ რომ როგორც ლიზამ თქვა, რომ ცუთხასიათზეა დიეტის დროს, ადამიანებს ნამდვილად ეცვლებათ ფსიქიკა დიეტების და შიმშილის დროს. ჩვენ როგორც ხედავთ, მოვამგზადეთ მაგიდები, რომელზეც რამოდენიმე სახეობის საკვები გვიწვია, კრუასონი, აქ არის ფორთოხლის წვენი, აქ არის კვერცხი, ძალიან ლამაზად შემწვარი, აქ არის თეთრი შაქარი, ყავისფერი შაქარი, ჰერკულესის ფაფა გალამაზებული ნუშით და მარწყვით, აქ არის ყავა, იოგურტი და რძე. და აი როგორ ფიქრობ, ლიზა, რომელია ის საუზმე, რომელიც არ გაგვასუქებს და თან ჯანმრთელია? და თან რაც თავარია, მშიერიც არ უნდა დავსჭერთ, ხო? კვერცხი, გერკულესი, ერთი ძირითადი დამისახელი, რომელსაც აიღებდი და მიირთმევდი ჯანმრთელი კვების მიმართულებით. ყავას. ლიზა ბაგრატიონს ყავა უყვარს ძალიან. მოდი მოვიწვიოთ სპეციალისტი, რომელიც უფრო დეტალურად და პროფესიონალურად აგვიხსნის თუ აი ამ მარტივი საკვებიდან რომელი უფრო უკეთესია და უმჯობესია იმისათვის, რომ ჩვენ დღის განმავლობაში თავი კარგად ვიგრძნოთ, თან წონაში კლებისკენაც ავიღოთ გეზი. მაშ ასე გთხოვთ მიესალმოთ ესთეტიკურ გამოჯანსაღებელი კომპლექსის ჯინო ფერედაისის ნუტრიციოლოგი ქალბატონი ნატა გაგუა. გამარჯობა ქალბატონი ნატა. როგორ ბრძანდებით? ქალბატონი ნატა. მართლა? წინარი ვარ. აი ლიზამ თქვა რომ ყავა უნდა ყოველდღიურად მიირთვას. რა სიტყვით თქვენ ამის შესახებ? შვენიერია, ყავა არაჩვეულებრივი გვაფხიზლებს, მაგრამ ყავა წყალი უნდა დავლიოთ ჯერ. აი, ჯერ წყალსო მე ქალბატონი ნატა, აღარ მეშინია. ანუ ესე იგი ვიწყებთ ესე ჯერ წყალს მიირთმევს ლიზა და მე აყოლებს ყავას. დიახ, ნახევარი საათიანი ინტერვალით, ალბათ, როდესაც გავიღვიძებთ პირველ რიგში უნდა დავლიოთ წყალი, მოვემზადოთ, ლამაზად გავაწყოთ სუფრა და მივირთმოთ ყავით. ძალიან ბევრი მითი ამასთან დაკავშირებით, ზოგს გონია რომ ყავა სასარგებლოა და უზომოდ შეიძლება მიიღოს ადამიანმა. თქვენ რას ურჩევთ ადამიანებს? ყავა რითი თქვათ დააშაქრონ, ეს არის ყავისფერი შაქარი, თეთრი შაქარი, უშაქროთ მიირთვან, რძე დაამატონ. ორი ვარიანტია, იმათვისაც ოსტეოპოროზი აქვთ, უმჯობესია ქალბატონებს საერთოდ გზით გაამდიდრონ, ამით რაღაც დააბალანსებენ მან. ანუ დავამატოთ ცოტაოდენი რძე. ესე იგი, ციანი ყავა ან მეორე ვარიანტია ყავისფერი შაქრით. ყავისფერი შაქრით. ყავისფერ შაქარს რა უპირატესობა აქვს თეთრ შაქართან მიმართებაში? უფრო ბუნებრივია, კალორიები თითქმის ერთნაირია, მაგრამ მე მაინც უპირატესობას ვანიჭებ ყავის. ძალიან საინტერესოა. კარგით. ანუ რო შევაჯამოთ, ყავა შეგვიძლია მივირთვათ დილით, საშუალო რაოდენობით. მე შემიძლია ვთქვა, რომ 2 ჭიქა ყავა დღის განმავლობაში ალბათ ნორმალურია, უფრო მეტი ცოტათ უნდა მოვერიდოთ. დავამატოთ რძე იმისთვის, რომ კალციუმით გავამდიდროთ ორგანიზმი და თეთრ შაქარს მაინც ამჯობინეთ ყავისფერი ფერის შაქარი. თუმცა არის პაციენტები, არის ესეთი ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ყავა. დიახ, მე მაგალითად. მაშინ მიწყებს სხვა საუზმით. ერთი გითხარით ყველაზე ეფექტური მაგალითად იმისთვის, რომ დავიწყოთ საუზმე და თან წონაში კლებისკენ ტენდენციაც მივცეთ, აი თუნდაც საზაფხულო პერიოდში.
აი ყველაზე კარგი არჩევანი არის ჰერკულესის ფაფა ნუშით და ხილით გამდიდრებული. ანუ ჰერკულესის ფაფა ნუშით და ხილით გამდიდრებული. ამ შემთხვევაში ჰერკულეს მე ვიცი რომ ნაწლავების წმენდის ფუნქცია აქვს, ნუშს რა ფუნქცია აქვს? ნუში მაგნიუმით გვამდიდრებს და ანტიდეპრესანტიცაა, ამავე დროს ძალიან კალორიულია და გვაძლევს იმის საშუალებასო სადილამდე. და მარწყვი დეკორაცია უბრალოდ? არა, მარწყვი არის C ვიტამინი, საერთოდ ზოგადად B ვიტამინი და კიდე ხილში არის ის მნიშვნელოვანი, რაც ყველაზე უფრო გვიყვარს ანუ ყავას, ესე იგი ლიზამ უნდა მიირთვას ყავასთან ერთად, თუნდაც ეს? კი, კარგი იქნებოდა ძალიან კარგი იქნებოდა. თუ საღამოს ამას ყველაფერს მოამზადებთ, ანუ მხოლოდ ჰერკულეს დაასხამთ 6-7 სუფრის კოლზე ადუღებულ ცხელ წყალს და დატოვებთ, დილით უკვე მზად დაგხვდებათ და მხოლოდ ნუშით და ხილით გამდიდრება დაჭირდება თქვენ საყვარელ თავს. შესანიშნავია. რა შეეხება იოგურტებს, იმიტომ რომ იოგურტი ძალიან პოპულარულია, თქვენ როგორ ურჩევთ მაყურებელს იოგურტთან მიმართებაში? იოგურტი არაჩვეულებრივია, თუ ის ნატურალურია და ვისაც უნდა გახდომ. ახლა რა არის ნატურალური? არ უნდა შეიცავდეს ამ პერიოდში, როდესაც ადამიანს უნდა დაკლება იოგურტში არ უნდა შედიოდეს ხილი და შაქარი. ხილი და შაქარი. ანუ ნეიტრალური ისე, როგორც იოგურტები ჩვენი მაწონი. მე მგონი იოგურტს ისევ მაწონი ჯობია, ქართული კარგად დამზადებული, ხო? უშაქროდ ბუნებრივია ეს. ცოტა მომზადების ტექნოლოგია სხვა, მაგრამ მე მაწონს მაინც უპირატესობას მაინც. ძალიან კარგი. აქ კიდევ გვაქვს ჩვენ კვერცხი, ომლეტი, ასე ვთქვათ, ფორთოხლის წვენი. აი შემწვარი კვერცხი, მე მაგალითად ძალიან მიყვარს დილას, თუნდაც ბეკონით ნინო მართალი ხარ. თუმცა ვიცი რომ შემწვარი კვერცხი ზეთში იყოს, თუნდაც ეს შემწვარი რეკომენდებული არ არის მთლად წონაშკლების. იმათვისაც უნდა დაკლება და არ უყვართ ჰერკულესი, ან რაღაცა მიზეზის გამო ან არა აქვთ. კვირაში ორჯერ თავისუფლად შეიძლება კვერცხის ომლეტი მოვიმზადოთ მინიმალურ ცხიმზე დამზადებული, ან საერთოდ უცხიმოთ. კი, კარაქით შეიძლება თუ ქოლესტერინი მაღალი არ აქვს. ძალიან ცოტა ჭირდება 3-5 გრამი. თუმცა წონაში კლებისათვის შემწვარი საკვები როგორც ესეთი მე რამდენადაც ვიცი არ არის თქმა უნდა არ არის სასარგებლო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ზოგს საერთოდ არ შეუძლია არც მოხარშული ხორცის, არც მოხარშული კვერცხის მირთმევა, უნდა დაუთმოთ რა. თაფლი რამდენად თქვა აქ არ გვიდევს, მაგრამ აი თაფლის გამოყენება დილის რაციონში, თუნდაც მისთვის ვინც დიეტაზეა, რამდენად ეს მისაღები ან თუ არ აქვს მაღალი ინსულინი და არ აქვს შაქრიანი დიაბეტი, ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია 2 ჩაისკოვზი თაფლი გამოიყენოს დღის. ოღონდ სამაგიეროდ ამას შეეწირება აუცილებლად შაქარი და სხვა. კი, ან ჩანაცვლება უნდა მოხდეს თაფლის შაქრით. ძალიან საინტერესო რჩევები იყო ნამდვილად საუზმესთან დაკავშირებით, მაგალითად ჩემთვის ახალი იყო, რომ საუზმეზე ნუში ძალიან კარგია და უნდა მივირთვათ, იმიტომ რომ კალორიულიც არის და ავსებს ორგანიზმს მინერალებით. კოტე გადმოინაცვლეთ ჩემსგან გამოუშერეთ ჩვეულებრივი გოგონები ჩემთან და სადილთან და ვახშამთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ. გვაქვს ასევე წარმოდგენილი სხვადასხვა პროდუქტი, რომელიც ალბათ გამოდგება როგორც სადილისთვის, ისე ვახშმისთვის. და მოდით აბა ლიზას ვკითხოთ, აი როგორ ფიქრობ, სადილისთვის, როცა წონაში კლება გვინდა, რა შეიძლება რომ მივირთვათ? ალბათ ყველაფერი აქედან გარდა ყურძნისა, მაკარონისა, მაიონეზისა. ხარებთან ხმები აბსოლუტურად სწორად ინფორმირებულია. გავლილი აქვს სკოლა. მე პრაქტიკულებში მიჭირს თორე თეორიულად ძალიან კარგად ფორმულირებული. აი ამას ფსიქოლოგიურად უნდა მომზადებოთ. ალბათ. ფსიქოლოგიაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა განმარტოთ, რა თქმა უნდა, ხა მაიონეზიანი სალატი არის კალორიული და დიდად სასარგებლო პროდუქტი არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ცხიმს შეიცავს, ჩვენ ადრე ვისაუბრეთ უკვე ეს, რომ მაიონეზი ფაქტიურად გათქვეფილი ცხიმია, ესე ვთქვათ. ხოლო ბერძნული სალატი მართლაც სასარგებლოა, ხო? ძალიან სასარგებლოა, ამავე დროს ბევრი სხვადასხვა კომპონენტია, რომელიც ერთმანეთს ამდიდრებს და ანუ უნივერსალურად ანაყრებს ადამიანს. ყველაფერია, ვისაც ზეთისხილი უყვარს, ზეთისხილიც არის, ყველი ქართველებს ძალიან გვიყვარს, ლიმნის წვენით გამდიდრებული სალათის ფოთლები, პომიდორი, ყველაფერი ის, რაც გვიყვარს და ქართული სამზარეულისთვის არის დამახასიათებელი ესე. და თანაც ის რაოდენობრივადაც ის რაოდენობა რომ შეგვიძლია დავნაყრდეთ. ასე რომ, ანუ საუკეთესო არჩევანი აქედან არის ზაფხულში ბერძნული სალათი. არც შეიძლება ალბათ, ხო? აი ჩვენსაც ვეძახით მწვანილით და კი, რა თქმა უნდა, ნუ ვისაც არ უყვარს ზეთისხილი ამოაკლებს, უკვე ქართული გამოდის. ხო. და იმ ქართულ სალათას ჭადი და ყველი რა
მაგრამ იმ ქართულადაც აქვს ძალიან ბევრი მწვანილი, როგორც წესი ზავდება ზეთით ძმრით, აი ამაზე რა სიტყვით. მოდით რომ აი დაკლების დროს უფრო ლიმინისწვენი გამოვიყენოთ ძმრის ნაცვლად უკეთესი იქნება. ზოგადად ვიცით რომ ბოსტნეულით მართლა ძალიან სასარგებლოა, თუმცა არსებობს გამონაკლისები. თუ წონაში დაკლება გვინდა, მაგალითად აქ წარმოდგენილი ბოსტნეულიდან არ უნდა ვიმართოთ ჭარხალი, რომელიც საკმაოდ ტკბილია და დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, კარტოფილი. დიახ, ეს აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, მაგრამ ეს არის სამარხო ვარიანტი და ვისაც უნდა რომ მარხვის დროსაც არ მოიმატოს, მაშინ ალტერნატივა შეიძლება იყოს აი ხანდახან რომ დანაყდნენ და მხოლოდ სალათის ფოთლებით და კიტრით ვერ ნაყდება ადამიანი, შეიძლება ჩაანაცვლონ ვინეგრეტი, ოღონდ მაიონეზის გარეშე. სტაფილო გადასარევია როგორც ვიცით? სტაფილო გადასარევია, თუ მას ცოტა არაჟანს ან იოგურტს დაუმატებთ და ეს ჩაანაცვლებს. ანუ სტაფილოში მთავარი არის A ვიტამინი. ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი, რომ რაღაცა ანუ გახერხილ სტაფილოს ჩვენ შეგვიძლია სადილისთვის ცოტაოდენი არაჟანი დავამატოთ. ავურიოთ და ამით არ დაგვეკარგება ჩვენს სტაფილოს სასარგებლო თვისებები. ანუ A ვიტამინი გვჭირდება და ის ეთის გარეშე და ან ცხიმის გარეშე არ იწოვს ორგანიზმი და ამავე დროს აგემრიელებს ახლა არაჟნით. ასე შეგვიძლია სტაფილოს გარეშე გარდა კიტრის გამოვიყენოთ აი იგივე პროდუქტად, კიტრივით რომ ძალიან დაბალკალორიული. კარგი გარნირია ზაფხულში, იმიტომ რომ არ არის კალორიული, არის შარდმდენი და არაჩვეულებრივად გვანაყრებს, იმიტომ რომ აი ფაქტურად გვავსებს წყლით და ამავე დროს უჯრედისია და კუჭის მოქმედებისთვისაც ძალიან კარგია. მაკარონი უნდა ამოვიღოთ, მაკარონი შეგვიძლია დავტოვოთ ძალიან იშვიათად და ისიც მარხვის დროს სადილზე. კარტოფილის მაგივრად. ანუ ან კარტოფილი, ან თუმცა არის ცნობილი კინომსახიობი სოფი ლორენი, რომელიც მთელი ცხოვრება მხოლოდ მაკარონით მაგრამ 30 გრამს ხარშავდა და ის იყო მისი. რა სხვა შეყინეს. ეს ხალი უკვე ჩემ მაგალითად აღარ იმარგებს. ბოლო მოხსენიება იყო მისი. აი როგორც ლიზამ აღნიშნა, არის ხილის უნდა გამოვარჩიოთ, ანუ ყველა ხილის მირთმევა როცა წონის დაკლებაში არ დაგვეხმარება. ანუ მაგალითად რა შეგვიძლია აქედან მივირთვათ და რა არა. ვაშლი როგორც ვიცი, მართალია ბევრი შაქარია, მაგრამ კარგია. ჩვეულებრივი მარწყვის სეზონია ახლა და საერთოდ სეზონურ ხილს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ სეზონური ხილი ბევრად უფრო სასარგებლოა. მალე შემოვაშო. ნუ ახლა ალუჩა, ანუ კენკროვანი ყველაფერი ძალიან სასარგებლო და გემრიელია. ციფემსხალი თავი შევიკავოთ დიეტის დროს. ანუ გულაბი, ნესვიც, ანუ ჭამოთ აქეთ ვაშლი, კენკროვნები, ყურძენი ვიცი რომ ძალიან კალორიული ასევე. ხო, სამწუხაროდ. ოპერაციის შემდგომ პაციენტები პირველ რიგში, რასაც მეკითხები ხშირ შემთხვევაში, ბანანი შეიძლება ვჭამო. კი, იმიტომ შიათ ეს დანაყრების კარგი ის არის. არის მდიდარი და ძალიან კარგად ანაყრებს. ფაქტიურად საუზმე ხანდახან ხშირად. მაგრამ გახდომაში არ მოგვაშველება. მოდი ასე დავარქვათ, სამჯერ ადამიანმა უნდა მიირთვას დღის განმავლობაში კვება, ეს არის საუზმე, ძირითადი კვება სადილი და ვახშამი. და მე მაქვს ესეთი კითხვა, მეოთხე წახემსებაც რო წააშველოს არ შეიძლება? კი, აუცილებელიც არის. აი 12 საათზე პირველ საათზე და წასახემსებლად რა არის კარგი? სადილს შორის ხილი მაგალითად ეხლა მით 12 პირველი საათისთვის ასე ვთქვათ, ხო? მე კიდევ შეკითხვა მაქვს, მთელი იტალია ძალიან კარგად უვლის თავს და ფორმაში არიან და მათი ძირითადი კვება არის საღამოს 8-9 საათი. რატო? პიცა და სპაგეტი და ძალიან გემრიელი ნაირსახეობა ცომეულობის და აქვს თაღნაგობა ფანტასტიკური. რისი დამსახურებაა ეს? რისი დამსახურებაა და რამდენადაც მე ვიცი, იტალიურ სამზარეულოს საკმაოდ კარგად ვერკვევი, მაგათ აქვს ძალიან სწორი საუზმე. მერე სადილამდე თავს იკავებენ, ანუ არა აქვთ ეს სნექს, რასაც ვეძახით ხემსი და სწორი და ნოყიერი ვახშამი, მაგრამ როგორც ასეთი რომ 8-ზე ვივახშმე და 10-ზე დავიძინე, არა, ვინც გვიანამდე აგრძელებენ აქტიურ ცხოვრებას და ძალიან კარგად და ბევრად ენერგიულები არიან, იმიტომ რომ ბევრს მოძრაობენ და ხარჯავენ ენერგიასაც. ჩვენ ასეც ეხმარება. ანუ ოპტიმალური დრო, როდესაც ჩვენ ვახშამი უნდა გქონდეს, როდის არის? 8, მე ვიტყოდი მეგაპოლისში მაცხოვრებლებისთვის 8 უნივერსალური დრო, რადგან უკვე უმრავლესობა სამსახურიდან ბრუნდება სახლში. მე 3 საათი არ უნდა დაწვეს.
მინიმუმ 3-4 საათი უნდა იყოს აქტიური. აქტიური. ხო, აი ეგ საქართველოს ცოტა ჭირს. როგორც წესი, სადილის მერე პირდაპირ კი, პულტით ხელში. კი, და ტელევიზორთან და არის გვაქვს ჯერ კიდევ ღვთისწყალობით არაჩვეულებრივი თეატრები. კი, რომელიც ზუსტად ამ პერიოდში აქტიურია. კონცერტები ტარდება. როდესაც კულტურასთან შეხება გაქვს, როდესაც სიამოვნებას იღებ, ალბათ მერე ამდენი საკვებიც და ფიქრიც არ დაგჭირდება ჭამაზე. იმდენ დადებით ემოციას ნამდვილად რო საკვებს არ. ხო, აღარ აქცევ ამ ხელა ყურებს. სულიერ საზრდას როცა იღებ. მართალ ხალის აბსოლუტურად გეთანხმები მაგაში. ამ ყველაფერზე ჩვენ იმიტომ ვისაუბრეთ, რომ არის შიმშილო, თავი არ დაისტრესოთ, ვჭამოთ გემრიელი საკვები და გვახსოვდეს, რომ გემრიელად ჭამა და ჯანსაღი კვება ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ არის. თუმცა ასევე უნდა იცოდეთ ის, რომ ფორმაში ყოფნას უფრო კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ეს არ არის მხოლოდ საუზმე და სადილი. მნიშვნელოვანია ასევე ფიზიკური აქტივობა. ქალბატონო ნატა, თქვენს პაციენტებს ჯანსაღ-კვებასთან ერთად კიდევ რა სახის რჩევებს აძლევთ ხოლმე? აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანს როგორი რეჟიმი აქვს, როგორი სტილი აქვს ცხოვრების, რა პათოლოგია აქვს, თუ უბრალოდ ჯამთელია, მაგრამ რაღაც გენეტიკური განწყობა აქვს. ყველას ამას ანამნეზს როდესაც მოვაგროვებთ, მერე შეგვიძლია ჩვენ ურჩიოთ უმოკლეს დროში, მაქსიმალური ეფექტით, როგორ მიაღწიოს იმ შედეგს. ფსიქიური გადაღლის გარეშე. და მოვიდა შემდეგი რჩევის დროც, მას ასე რჩევა ნომერი 3. დაკავდით ფიზიკური აქტივობით. გახსოვდეთ, რომ სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობის კომბინაცია აუცილებელია იმისათვის, რომ თქვენ ლამაზი სხეული გქონდეთ. ასეთი აქტივობების არჩევანი კი ძალიან დიდია, დაწყებული ფეხით სიარულით, დამთავრებული ცურვითა და სხვადასხვა სასიამოვნო პროცედურებით. თუ სწორი კვება შერწყმული იქნება გარკვეულ ფიზიკურ აქტივობებთან და ამას ექნება კომპლექსური ხასიათი, შედეგი რა თქმა უნდა ბევრად უფრო კარგი დადგება. შეიქმნა ასეთი კომპლექსი, სადაც გაერთიანებულია თითქმის ყველა ტიპის აქტივობა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მივაღწიოთ ასე სასურველ შედეგს. ფიტნესი ძალიან კარგია იმისთვის, რომ ზედმეტი კალორიები დავწვათ, თუმცა ყველას არ შეუძლია ფიტნეს აქტივობით დაკავდეს. ამისთვის არსებობს აკვაერობიკა. თუმცა ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი მეთოდები. წონის მართვისთვის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მასაჟები. ამით ჩვენ შეგვიძლია გავძლიეროთ სხეულის ლოკალური პრობლემები და მოვახდინოთ სხეულის ფორმების ერთგვარი მოდელირება. ძალიან კარგია თუ სპორტულ აქტივობასთან ერთად კომპლექსში შეწყმულია საუნები. ჩვენ გვაქვს დიდი არჩევანი, 7 სხვადასხვა ტიპის საუნა, რომელსაც სხვადასხვა ტენიანობა და სხვადასხვა ტემპერატურა გააჩნია, ასევე სხვადასხვა ჩვენება გააჩნია წონის მართვის პროგრამაში და ჩვენ შეგვიძლია ინდივიდუალურად შეურჩიოთ ადამიანებს ესა თუ ის საუნა. ძალიან კარგია, როდესაც კომპლექსში გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის აუზები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის, ასევე აქტიური ცურვის მოყვარულებისთვის და თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვისაც სულაც არ შეუძლია ზედმეტი სპორტული აქტივობა და ფიზიკური დატვირთვა, არსებობს ზღვის სანაპირო ზოლი, სადაც ადამიანს შეუძლია ისეირნოს მარტო თავის მეგობრებთან ერთად და ცეირნობის დროსაც მას შეუძლია გარკვეული რაოდენობის კალორიების დაწვა. ასეთი კომპლექსური მიდგომა საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ მუდმივად იყოს ფორმაში და იცხოვროს ჯანმრთელი ცხოვრების წესით. ზოგიერთ ადამიანს ალბათ ნამდვილად უკვე მანია დააქვს ქცეული სასწორზე შედგომა და ამ კილოგრამების ლა ყოველი გრამის მომატებისას განგაშის ატეხვა, სტრესია ის მათთვის ხასიათს იფუჭებენ. ლიზა, იწონები ყოველდღე? რას ბრძანებ? მე საერთოდ გირჩევთ, რომ ლიზას მიბაძოთ და სასწორის არსებობის შესახებ საერთოდ დაივიწყოთ, იმიტომ რომ კილოგრამებს არ აქვს არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარია ის, თუ როგორ გამოიყურები, როგორ გზნობ საკუთარ თავს. შეიძლება სასწორი სულაც არ გიჩვენებდეს იდეალურ წონას, მაგრამ კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილი ისე იყოს დაბალანსებული, რომ სხეული იყოს ძალიან კარგად და მოხილად გამოიყურებოდეს და გზნობდე თავს, თავარია კარგად. ან შეიძლება გქონდეს ადამიანს ძალიან დაბალი წონა და ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ კუნთოვანი ქსოვილის ნაკლებობის ხარჯზე, რაც სანახავად დამიჯერეთ. მე ბევრი მინახავს ასეთი ადამიანი, აბსოლუტურად არაესთეტიურია. მე მგონი მართალი ვარ, ხომ? ცოტა პოტკონა ადამიანები საერთოდ არიან უფრო კეთილები და ძალიან გეთხრები შევთანხმდეთ ამას. სადაც ვერ იქნებით, თუ დიეტა იქნება ძალიან მკაცრი და ხანგრძლივი და დაიკლებ მხოლოდ კუნთოვანი ქსოვილის ხარჯზე, რაც ხდება, კანი ქიშმიშდება
და მართლაც ვიზუალურად გეთანხმებით კოტე არის საოცრად რაც ასიამოვნო ეს. და აი ალბათ ძალიან ბევრი პაციენტი გყავთ თქვენ როგორც ვიცით და ალბათ აბსურდული მოთხოვნებითაც მოდიან. აი ბოლო კურიოს მოგიყვებით ქალბატონმა დამირეკა და მითხრა რომ ისა ქალბატონო ნატაო მე თქვენთან მინდა ძალიან მოკლე დროში დავიკლო ბევრი კილოგრამიო და თქვენთან მირჩიეს. ნუ ეხლა საერთოდ არ მაგვახასიათებს ექიმებს რაღაც კონკრეტული ციფრები, მაგრამ ძალიან თხოვა რომ დამეცახილებინათ ციფრი, მაგალითად ერთ თვეში რამდენს იკლებენ ჩემთან. ნუ მე აუხსენი რომ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ თუ არის მართლა ჭარბი-წონა, რაღაც 6 კილოგრამამდე ქალბატონები ჩემთან იკლებენ. იყო ესეთი პაუზა, მართლა და მე მითხრეს ძალიან კარგი ექიმია. მოკლედ გავიგეთ რა უნდა მივირთვათ და რა არა, თუ გვინდა რომ ვიყოთ ჯანმრთელები და ლამაზები. ასევე გავიგეთ რომ წონა სისტემური მიდგომით უნდა შევცვალოთ და შეუწყოთ ხელი და სწორი კვება აუცილებელია კომბინაციაში იყოს ფიზიკურ აქტივობასთან. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნატას რჩევებისთვის, ძალიან დიდი მადლობა ლიზას ესეთი გულახდილი საუბრისთვის და მე გეთანხმები ყველაფერში. გადაცემის შემდეგ ნაწილში ფორმაში ჩასადგომად მე-4 და მე-5 რჩევებს მოგცემთ. ექიმები კვლავ ეთერშია, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ავითვისოთ აგვისტომდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად და როგორ შევხვდეთ საკუთარ შეებულებას ლამაზი, გამხდარი და ბედნიერი და გამოწყობილი. საუზმის სწორი კვებისა და აქტივობის შესახებ უკვე ვისაუბრეთ და დადგა მე-4 რჩევის დრო, აკონტროლეთ საკუთარი მάδα. ალბათ გაინტერესებს, ხო რა თქმა უნდა, მაგის კონტროლი. ძალიან სერიოზული თემაა, ლევან, ძალიან ხშირად ჩვენ ვისტრესებით იმის გამო, რომ რაღაცა სწორად ვერ ვაკეთებთ, რაღაცა გვაკლია, რაღაცას ჩანაცვლებებს ვაკეთებთ ხოლმე, თითქოს გვშია. ამის გამო ვჭამთ უზომოდ და ვიმატებთ წონაში. სინამდვილეში შეიძლება ხშირად არც ისე არ გვშია, როგორც ჩვენ მგონია, ეს შიმშილი ნამდვილი არ არის, ეს უბრალოდ რაღაცის დანაკლისია, რომლის შევსებასაც ვთილობთ. სიტყვაზე ადამიანი შეიძლება უნდოდეს სექსი და ამის განხორციელება არ შეუძლია, ამ დანაკლისის ჩანაცვლებას ქვეცნობიერიდან გამომდინარე ცდილობს მერე ძალიან დიდი დოზებით საკვების მიღების და კალორიების თავისთავად იმატებს და პრობლემების. ანუ შეიძლება სექსი გინდოდეს ვერ მიხვდიან, ვერ განახორციელო და ამიტომ საჭმელი მოგინდება. ნუ შეიძლება ძალიანაც კარგად მიხვდე, მაგრამ აი ვერ განხორციელების შემთხვევაში რამდენი შეჭამ გაცმა არის. და საინტერესოა, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოს. როცა მაცივარს გამოვაღებთ და გადაწყვეტოთ, რომ ჩაკაფული ჭამოთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. იქნებ სექსი გირჩევნიათ იმ ჩაკაფულს. სექსი ჩაკაფული. თუ თქვენ დაიკმაყოფილებთ თქვენ ნებებს და მაინც ჩაკაფული მოგიდება, შეგიძლიათ დააყოლოთ ჩაკაფული, ძალიან უხდება. რას უხდება? სექსის მერე ჩაკაფული, გაცხელებული, ხო შეენ? მოკლედ ლევან, ეს არის ეგრეთ წოდებული ცრუ შიმშილი, რომლის გამოცნობა და კონტროლი უნდა ვისწავლოთ, თუ გვინდა რომ უზომოდ არ უჭამოთ და წონაში შესაბამისად ან დავიკლოთ, ან არ მოვიმატოთ. სწორედ ამიტომ არის წონაში კლება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემაც. მადის მართვისთვის ძალიან დაგვეხმარება ფსიქოლოგის რჩევები. მივესალმოთ ჯინო ფერედაისის ფსიქოთერაპევტი, ქალბატონი რუსუდამ ხაკატი. გამარჯობა. აბზარდით. მოგესალმებით ხალხო. პირველ რიგში ბახმაროს წყალს შემოგთავაზებთ. აუცილებლად, მადლობთ. ჩვენ ახლა საუბრობდით იმაზე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მადის კონტროლს. ამის გაცნობიერება არც ადვილია, როგორც ჩანს. აი მე თქვენი მე-4 რჩევა ძალიან მომეწონა, გაცნობიერება და სწორედ გაცნობიერება არის ის ძირითადი ქვაკუთხედი, რასაც აი მთლიანად ეს პრობლემა ეძღვნება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, იყო ესეთი გამოკითხვა, ექსპერიმენტი, როდესაც ერთ ჯგუფს თვალები აუკრეს, ხოლო მეორეს არა და დაუდეთ საკვები თებშებზე და იმათ ვისაც თვალები ჰქონდათ აკრული ძალიან ცოტა შეჭამეს და ვინც ხედავდა რომ ეს ბოლომდე უნდა გაეთავებინათ ანუ ხედავდნენ საკვებს მათ ბოლომდე სჭამეს ანუ რისი თქმა მინდა რომ ჩვენ გადავეჩვიეთ ჩვენი შინაგანი ხმის მოსმენას ჩვენი ნამდვილი მოთხოვნილებების მიმართ პასუხების და რეაგირების მიცემას ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ადამიანს შეიძლება ვთქვათ კონდეს სექსუალური ნაკლებობა, ასე ვთქვათ, სექსის დანაკლისი და ამის არ გაცნობიერების ან საკუთარი ხმის არ მოსმენის შემთხვევაში დაიწყოს ჭამა. ნუ თლათ ახლა სექსზე რო არ გამოგვივიდეს ორიენტირება
რის დანაკლისის შემთხვევაში შეიძლება, აი რა შეიძლება ადამიანმა ჩაანაცვლოს საკვებით, რა სტრესის დროს, ან რის ნაკლებობის დროს შეიძლება გააკეთოს ეს. თქვენ სექსით ყვილად არ ახსენეთ, სექსი არის სიამოვნების წყარო, უმრავლესობისათვის ყოველ შემთხვევაში და კვებაც და თუ ბევრი სიამოვნების წყარო გვექნება გარემოში, რასაკვირველია, ამით ჩვენ თავს მივეხმარებით, რომ მარტო ერთ ადგილას ფოკუსირებულად არ იყოს მიმართული ეს სიამოვნება, რასაც არ გამოვა. ცოტა ხანში ექიმების კიდევ ერთი გამოწვევა. დავიწყე. ვარჯიში უკეთესი სხეულისთვის. მუმ 3 წუთი. ეხლა რა თქმა უნდა ეს თუ გავჩერდი მე სამსახურში ვეღარ სავალ. შეიძლება რომ კვებით მიღებული სიამოვნება რაღაცა სხვა სიამოვნებით ჩავანაცვლოთ? აუცილებლად პირველ ხანებში მაინც თავს უნდა დავაძალოთ, რომ რაც ჩვენთვის სასიამოვნოა, იქნება ეს ურთიერთობები ან საგნები, ყოველდღიურობაში მოვძებნოთ ის საშუალებები, რომ ჩვენ მივეახლოთ აი ამ მოვლენებს ან საგნებს, ანუ სიამოვნების წყარო არ დავტოვოთ მარტო კვება. ეს ძალიან მოგვეხმარება აი ამ პრობლემასთან ბრძოლის საქმეში. და რასაც პრინციპში ჩვენ ვცდილობთ ჯინო ფერედაისის გუნდი, როგორიც არის დიეტოლოგი, ექიმი და ფსიქოლოგი, რომ ეს ყველაფერი იყოს ერთიანობაში. აქ სიამოვნების წყარო არა მხოლოდ დიეტოლოგი, ფსიქოლოგი და ექიმია, აქ არის ყველა ის საუნები, მასაჟები, რომელიც ჩვენ თავთან გვაახლოვებს და ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. ესე იგი ჩვენ უნდა ვთქვათ რომ პირველ რიგში უნდა გავიგოთ ჩვენ თვითონ რა გვინდა ხო ჩვენ რო გონია რომ მაცივრის კარებს გამოვაღებ და გონია რომ გშია შეიძლება სულაც არ გშიოდეს იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ხვდება რომ კი არ შია და გააცნობიერა უბრალოდ ის რომ ჭამის მოთხოვნილება აქვს სტრესის გამო აი რა უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა ესეთ შემთხვევაში მოგვეცით მოკლედ ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე აი მაყურებლისთვის გასაგებ ენაზე სამი რჩევა რაზე გადაიტანოს ყურადღება ან რას მიაქციოს ესეთი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალიზაციას ჯერ ერთი უნდა ჩვენ თავს ზუსტად უთხრათ რამდენი კილოგრამი გვინდა რომ დავიკლოთ მაგრამ ეს უნდა იყოს რეალური ახლა 20 კილოგრამი დავიკლო და კლაუდია შიფერი გავხდეთ ნუ რაღაცნაირად მისაღები და აი ამას უნდა გახდეს მიზანი უნდა იყოს კაფე მე 20 კილოგრამი გვინდა რომ კიდე მინდა რომ დავიკლო მიზანი უნდა იყოს მკაფიო. მე ვამბობ მისაღები პირველ ხანებში. ეს აუცილებლად გარდა ამისა ვიზუალიზაცია. აი მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი, ან გნებავთ რაღაცა ჩვენი თავის ისეთი ფოტო გავიკრათ საწოლთან, ან როდესაც ავდგებით და შევხედავთ, რომელშიც ჩვენი თავი მოგწონს. აუცილებელი არ არის ეს იყოს ძალიან გამხდარი, ან ის მდგომარეობა, რომელსაც გამოხატავს. ანუ ჩვენ შინაგანი განწყობა ყოველთვის დავიმუხტოთ ჩვენი თავი, ასე ვთქვათ, არ მომწონს ეს სიტყვა პოზიტივი. მესამე რა შეიძლება იყოს? და მესამე, ნუ ვსჯით ჩვენს თავს, როდესაც დავარღვევთ რაიმეს ან რაღაცას გავაკეთებთ, ეხლა მე ცუდად მოვიქეცე, არასოდეს ჩვენი თავი არ შევაფასოთ უარყოფითად. ორიანი არ დაუწეროთ. ეს არის. თუ მოუწონეთ ეს საქციელი და გავაგრძელეთ იგივე საწავა მაშინ ჩემი დაკლებულიო მოუწონეთ ეს აქციელი და გააგრძელეთ ეს ყველაფერი სასწორზე აისახება სასწორზე აისახება მაგრამ სტრესების დროს შეიძლება უფრო ვარესად აისახოს იმიტომ რომ ეს მაინც შინაგანი შეფასებები იქნება თქვენი უარყოფითი ვიდრე დადებითი შინაგანი შეფასების დროს უფრო ნაკლებ ტრაგიკული იქნება ჩემი აზრით ახლა ეს ყველაფერი მოკლედ რომ შევაჯამოთ სამი რჩევიდან გამომდინარე პირველი გახლავთ ის რომ ჩვენ უნდა შევაფასოთ ის დისკომფორტი რაც ვიწევს ჩვენს ჭარბწონიანობას თუ რა ვიცი რაც უხერხულობა გვაქვს ამისთვის მეორე გახლავთ ის რომ უკვე უნდა დაუსახოთ ის ნორმალური ზომები ჩვენ თავს რაც შესაძლებელია რომ ჩვენ დავიკლოთ და მისაღები და არ გავხდეთ თქვა ახექსიურები ამ შემთხვევაში და თუ კი ჩვენ ამ დაკლების პროცესში და ამ შრომის დროს რაღაც ისე ვერ გავაკეთეთ როგორც უნდა გავაკეთოთ კი არ დავსაჯოთ ჩვენი თავი არამედ ეს ციკლი კიდევ ერთხელ თავიდან დავიწყოთ ნუ იქნებით ძალიან კრიტიკურები საკუთარ თავს მისაღები იყოს ჩვენი თავი ჩვენთვის და აი ეს ბედნიერების სინდრომი გავაძლიეროთ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ საინტერესო რჩევებისთვის თან მეხუთე რჩევაზე სანამ გადავიდოდეთ მანამდე ვნახოთ როგორია საქართველოში სიმსუქნესთან დაკავშირებული დაავადებების სტატისტიკა სიმსუქნე არის დაავადება, რომლის ეპიდემიაც არის მსოფლიოში. საქართველოს რაც შეეხება სიმსუქნე და მსუქანი ადამიანების გავრცელება სამწუხაროდ არის საკმაოდ მაღალი. ჭარბი წონიანია ჩვენი ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 56%, მსუქანია 25%. სიმსუქნესთან ასოცირებული ისეთი დაავადებები, როგორიც არის დიაბეტი, როგორიც არის გულსისხლთა დაავადებები, საჭმის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბო,
ყველა ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ექიმები კვლავ ეთერშია და დღეს ჩვენ საუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ავითვისოთ აგვისტომდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად ეფექტურად და როგორ შევხვდეთ საკუთარ შებულებას ლამაზები, გამხდრები და ბედნიერები. მაშას ერჩევა ნომერი 5 ივარჯიშები. ვარჯიში ამკრივებს სხეულს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ჯანსაღი ცხოვრების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ძალიან დაკავებულები ბრძანდებით სპორტ დარბაზებში სასიარულოდ რო არა გაქვთ, ამიტომ დღეს ინსტრუქტორი პირდაპირ სტუდიაში მოვიწვიეთ და ჩვენ გადაცემა ექიმების წამყვანები გავაკეთებთ იმ ბაზისურ ვარჯიშებს, რომლებიც დაგვეხმარება იმაში, რომ ზედმეტი კილოგრამები მოვიშოროთ და დასვენების და შვებულების დღეებს შევხვდეთ ფორმაში. მაშ ასე მიესალმეთ პილატესის ინსტრუქტორი ჯინო ფერედაისიდან მაია ხიდაშელი. გამარჯობა, ჩვენც მოგვესალმეთ, რა თუ შეიძლება, იმიტომ რომ გვიხარი ესეთი აღნაგობის ადამიანის, ესეთ აღნაგობის ადამიანის ძალიან დიდი მადლობა. სცენარის მიხედვით მაია, ჩემ გვერდზე უნდა მდგარიყო და ყოტემ წამართვა ეს ყველაფერი. ძალიან ხო დაბრუნდით ჩემ გვერდზე. მაიკო, ჩვენ ვიცით, რომ სპეციალისტი ყოველთვის ინდივიდუალურად ურჩევს ადამიანს ვარჯიშებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს უნივერსალური ვარჯიშები, რომლებიც სხეულის კონკრეტულ ნაწილებს ალამაზებს, ამკრივებს და უფრო ინდივიდუალს ხსნის. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს აგვისტომდე და გვინდა რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ეს დრო, რომ უკეთეს ფორმაში ვიყოთ. მე დავსვამ ახლა იმ შეკითხვას, რომელიც ყველა მაყურებელს აინტერესებს, ვინც ახლა გვიყურებს. როგორ დავიყენოთ მუცლის პრესი? მაიკო, შეგიძლია შენ გვითხრა ან მაყურებელს? მე ვიცი, როგორც უნდა დავიყენო. ალბათ მიდი. შეისუნთქე? ხო, უნდა შევისუნთქეთ. როგორც ვაკეთებ ხოლმე გადაცემის დასწრებას. შევისუნთქეთ. ეს არის გადაცემა ექიმები. ხო, ვაკეთებ ხოლმე. პრესი გამოიწვია. ეხლა მაიკო გვასწავლის თუ როგორ შევისუნთქოთ სწორად. უпростоრად თუ რომ არ შევისუნთქოთ და როგორ გავიმაგროთ ჩვენი პრესი. და ყოველდღიურად რომ მარტივად მაიკო რაც თავარია და არ დაგვეზაროს რომ აგვისტომდე ცოტა გავაუმჯობესოთ ჩვენი მუცლის წინა კედელი. ვეცდებით დღეს მარტივი ვარჯიშები გაჩვენოთ, ისეთი როგორც შეიძლება ადამიანმა თავის საკუთარ სახლში გააკეთოს, მაგრამ რა თქმა უნდა ჯობია ყოველთვის რომ კომპლექსურად მიუდგეთ საკითხს, რა თქმა უნდა კვება, ასე შემდეგ რაც თქვენი ლაპარაკეთ და კომპლექსური მიდგომა ყოველთვის უფრო ეფექტურია. მაგარი მუცლის პრესით სახლის პირობებში ვაკეთებთ planks, ეგრეთ წოდებულს, რომელიც არის უნივერსალური საშუალება იმისთვის, რომ დავიყენოთ პრესი, მკერდის კუნთები, ბეჭები, ხელების ზურგი და ასე შემდეგ. მოკლედ მთელი სხეული თან ხურდება, თან ვარჯიშობს. კალორიებსაც თვავს. დავდგეთ ფეხები, ხელები მხრების სიგანეზე, სახით ხვევით, გავასწოროთ ზურგი. დავდგეთ მინიმუმ 30 წამი. აი 30 წამი. ფეხები მხრების სიგანეზე ლევან, სუნთქავთ, რაც მთავარი და ხელხემალს ვასწორებთ. ანუ თეძოები არ უნდა იყოს მხრებზე ზევით და არც უფრო ქვევით. რაღაცა ვერ სუნთქავ, კარგად. აი ეხლა ვცადოთ ხელების გაჭიმა წინ თითო ხელი. გავჭიმოთ ხელი. დავუშვათ. ხომილი დავკეთებ. როგორ? როგორ? კარგია. და მეორე გავჭიმოთ. კიდე გადავწიოთ ერთ მხარეს და გადმოვწიოთ მეორე მხარეს. ეხლა შეგვიძლია ფეხების მოღუნვაც გავაკეთოთ აქვე. ისევ პრესია ეს წინ გუნა. თან ვისუნთქოთ, ამოისუნთქეთ, ჩავისუნთქეთ. ვერ სუნთქავ. ოჯახ ნინო, ოჯახ ლევან. ვინდანებდა? კარგი, დავდგეთ მელა და ავიციოთ ზე. არა, ესე ჯობდა. ეს რა გადავიტანეთ? ენდონი ყველა გოგონა დაინტერესებულია იმაში, რომ ფორმაში კონდეს ფეხები და არა მარტო ფეხები, არამედ წელს ქვემოთ ყველაფერი. ეხლა გვასწავლეთ თუ შეიძლება ვარჯიშები, რომელიც წელს ქვემოთ ფორმაში ჩაგვაყენებს. მაშინ თუ გოგოებს უნდა ასწავლოთ, მე გავიწე. არა, თქვენს გჭირდებათ წელს ქვემოთ ფორმაში აღება. ესეთი ვარჯიში ტრადიციულად ყველა მეთით ბუქნები, ასე ვთქვათ, ჩაჯდომები. უბრალოდ გასწავლით როგორ უნდა ჩავждეთ ისე რომ თან ზურგი და მუხლები არ დაგვიზიანდეს, დგებით ფეხები მხრების სიგანეზე. ვეცადოთ თეძოები უკან გავწიოთ, წინ დავიხაროთ სწორი ზურგით და მუცელი გვაქვს ამ დროს შეწეული, ოღონდ გამაგრებული და არა შესუნთქული და ხელები ზევით ავწიოთ. ჩავისუნთქეთ და დავჯექით ხელები, თეძოები უკან, ხელები მხრები აწეული. გასწორდით, წონასწორობა ქუსლებისკენ, სწორი ზურგით ვიხრებით და სწორდებით. კარგია, მომწონს. შემდეგი, მოდით ავიღოთ ახლა ბურთები. ავიღოთ ბურთები ამას ნიშნავს. ავიღოთ ანუ დავიდოთ სავარჯიშოდ ბურთები.
დავდექით მუხლებზე. აი მე ჩემ ბურთს გათხოვებ. მუცლის წინ დავიდებ. ოკეი, გავდექით. დავეყრდნობით მუცლი. ცოტა წავგორდები წინ, ფეხები მხრების სიგანეზე გვაქვს, გავჭიმოთ ფეხები. რაღაცა ჩემი დიდი ბურთია. მიდინინო. ხელები გვეხმარება წონასწორობის შენარჩუნებაში. გაჭიმული ფეხის აწევას ვაკეთებთ. 2 3 აქვს დომას არაფერი ჯობია, ნინო გაამხნევეთ ძალიან გთხოვ. მოდი ახლა დავაკეთოთ მეორე ამ მოდელით. მოგონილი ფეხის აწევა გავით. აჰა. გადასარევია. ნინო მაგარ ფორმაშია. ახლა დამწყებს არ გავს. კი, არანაირად. კიდევ ერთხელ ტაში ჩვენს ნინოს. დავედით უკან. ან დავჯექით. ხელები დავადოთ ბურთს. და გავიწელოთ. ხელები როგორ უნდა გავავარჯიშოთ? ხელები ისევ და ისევ. თუ ბურთი არ გვაქვს სახში, ბურთის გარეშე მაგალითად როგორ შეიძლება? იგივეს გავაკეთებ. არ გვაქვს სახში ბურთი. იგივეს გავაკეთებთ ბურთის გარეშე, ოღონდ ქალების შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ ამას ნაკლები დატვირთვით, რადგან სუსტი სქესია, ვაკეთებთ მუხლებზე. ვინ არის სუსტი სქესი? ვინა სუსტი დავყარეთ სტუდიაში. მამაკაცების შემთხვევაში გაჩვენებთ ორივე ვარიანტს და ნუ მე გთხოვთ თქვენს გაიმეოროთ. ჯერ ვაკეთებთ გოგოების ვარიანტს, ფეხები მოღუნული გვაქვს. ხელები გვერდზე გავშალოთ. პირველი ვარიანტი. ხელები მოვკეცეთ ოღონდ რაც უფრო შორს იქნება სხეულიდან მით უკეთესი და ავიწიოთ სწორი ზურგებით, ანუ ზურგი არ იყუნება. ჩავისუნთქოთ და ამოსუნთქვისას ავიწიოთ ზევით. ბოლომდე არ ვწვევით, ამოვისუნთქეთ. ეს გოგოების. ხო, ეს არის გოგოების. დიდი მადლობა. ეხლა კაცების. კაცებისთვის მე გაჩვენებ. აი მე ვიცი მაგი, უყურე, როგორ არის? აი ესე ვაკეთებ ხოლმე, მე საერთოდ ესე ვარჯიშობ, აი. აი ეს. ხო, ეს არის ნახევარი დატვირთვა თქვენ. ნახევარი დატვირთვა სრულ დატვირთვაზე გადავიდეთ მე. სრული დატვირთვით როგორ არის გვაჩვენე? მე მინდა გავაკეთო სრული დატვირთვით. აბა მინდა. აბა მიხარ როგორ გავაკეთე? იცი როგორ არის სრული დატვირთვით? მიხარი მაიგო რა გავაკეთე? იდაყვები გვერდზე გავა, ანუ ჩვეულებრივად ჩავდივართ და ავდივართ. დავსუნთ. დღეში რამდენი ასეთი აჭიმვა, მოჭიმვა უნდა გავაკეთოთ? ნუ ესეც ინდივიდუალურია ხა დამწყებისთვის. ორი ვარიანტია შეგვიძლია იდაყვები განზე, რაც ახლა გავაკეთე. სეებისთვის ვაკეთებთ იდაყვები უკან მიდის. ესე? უკან. აი. ეგ თული. მიდი. აჩა. ეს ყველაფერი ჩვენ ჯობია დილას ვაკეთოთ თუ საღამოს? ესეც ინდივიდუალურია, იმიტომ რომ ზოგი ტოროლა, ზოგი ბუარი, ზოგი ისე იღვიძებს გააჩნია კიდე. და ვინც ქართველია, იმას როგორ ეხება ეგ ის გითხარ? ქართველებს საღამოს უყვართ ვარჯიში. საღამოს. როგორც გვიან გაღვიძება და ასე შემდეგ. მე მაგალითად მაინტერესებს ისევ როგორც ლევანისას, დათოს და ნინოს ქირურგები ვარ ჩვენ ყველანი და ეს პოზიციური დგომა ყოველთვის გვაწუხებს. როგორ გავიმაგროთ ჩვენ წელის კუნთები აი ესეთი ლამაზი, მარტივი, კარგი ვარჯიშებით. ხელები დავიდოთ მხრების ქვეშ, არ აქვს მიმართულებას მნიშვნელობა. ავწიოთ ზურგი, გავასწოროთ, თავი უკან არ გადავწიოთ, ან პირდაპირ ვიყუროთ, ან ჭერში. ესე გავჩერდეთ მინიმუმ 3 წუთი. ეხლა რა თქმა უნდა, ესე 3 წუთი თუ გავჩერდი, მე სამსახურში ვეღარ წავალ. ზურგის კუნთებს, ფეხის ქვედა ნაწილს. გავაცნობთ ნინო. გავაცნობთ. ავწიოთ ფეხი. ოჩა. ოჩა დაუშვა. და მეორე. დაამაყლაცე. მე მგონი ძალიან სასარგებლო ვარჯიშები ვისწავლეთ. სწავლეთ არა, რას ამბობ, ვისწავლეთ. ვაკეთებთ უკვე 1 საათია, შენ არ გისწავლია, ზიხარ მაგ. გიყურეთ და უფრო უკეთ ვისწავლეთ. ჩვენ რა დღეში ვართ ის. მე კიდე ახლა მაყურებელს შევახსენებ, რომ აგვისტომდე სულ რაღაც თვენახევარია დარჩენილი და არ დაკარგოთ არც ერთი დღე, არც ერთი წუთი. ეფექტი იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ცოტ-ცოტას ყოველდღე წაივარჯიშებთ. და არ დაგავიწყდეთ სწორი კვება. მოკლედ უკვე იცით როგორ უნდა მოიმზადოთ დასვენებისათვის, ზღვისთვის და საცურაო კოსტიუმისათვის. რაც თავარია იცით ის თემები, რაც ჩვენ დღეს გაგიზიარეთ და ის რჩევები, რაც ჩვენ დღეს მოგეცით, იძლევა ძალიან გრძელვადიან და ძალიან კარგ შედეგებს. ძალიან დიდი მადლობა მაიკო, ძალიან დიდი მადლობა ნინო. ექიმების ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, დროებით.